მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. ეს ბოლო ხანებია, მთელი დღე თითქმის დავდივართ მხოლოდ საჩუქრებზე, ახლაც საჩუქრებზე ვიყავით გასულები. მე როგორც ყოველთვის ჭურჭელს ვათვალიერებდი, ულამაზესია. უბრალოდ მაქვს საშობაო ჭურჭელი და ვფიქრობ, რომ ეს უკვე ზედმეტი იქნება. რატომღაც მომავალი წლისთვის ვფიქრობ, უკვე ძველი იქნება ჩემი ჭურჭელი და მოკლედ უკვე შეიძლება შემდეგი წლისთვის. ბავშვებიც ჩვენთან ერთად იყვნენ, შემდეგ შევედით პიცერიაში, სადაც მოიტანეს უზარმაზარი პიცები, ავიღეთ 3 პიცა. იყო მართლა უზარმაზარი, ვერ მოვერიეთ და ერთი პიცა სახლში წამოვიღეთ. დავბრუნდით უკვე სახლში, განაწილებული გვაქვს ყველას ჩვენი საქმეები. მე მისაღებ ოთახს, ხოლო ბავშვები ალაგებენ თავიანთ ოთახებს. საჩუქრები შევფუთე უკვე და დავდე ნაძვის ხის ქვეშ. არასდროს არ გამიკეთებია უბრალო ფეიკი ყუთებით შეფუთული ნაძვის ხის ქვეშ, ვითომ საჩუქრები რომ არის ლამაზი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი აზრით უაზრობა ასეთი საჩუქრები, ამიტომ ყოველთვის საჩუქარს, რომელსაც მჩუქნიან მე ამ ხნის მანძილზე, ვდებ ნაძვის ხის ქვეშ. რა თქმა უნდა, ვხედავ რა არის გავხსნი, ვნახავ და შემდეგ ვდებ ნაძვის ხის ქვეშ, ან და საჩუქრები, რომლებიც მინდა რომ გავაჩუქო, ასევე მიდევს ნაძვის ხის ქვეშ. წელს უამრავი საჩუქარი დამიგროვდა, რადგან სტუმრებს ველოდებით და მოკლედ უამრავი საჩუქარი შევიძინე. ცოტა მოგვიანებით თქვენთან ერთადაც შევფუთავ რამოდენიმე საჩუქარს, რომელსაც მე თვითონ ვაკეთებ და ჩემი ხელით არ არის დამზადებული, მე უბრალოდ ვფუთავ, ერთმანეთს ვუხამებ რამოდენიმე ნივთს, მოკლედ ეს ცოტა შემდეგისთვის გადავდოთ და ვიდეოს ბოლოს ნახავთ აუცილებლად ამ საჩუქრების შეფუთვასაც. ახლა შევცვალე დეკორაცია მაგიდაზე და ეს ყვავილები, რომლებიც 2 ვაზაში იყო, გადავწყვიტე, რომ 1 ვაზაში გამეერთიანებინა. დღეს არის შაბათი, ამიტომ 3 სანთელი დავანთე, ხვალ ჩვენთან მეოთხე ადვენტია და ხვალიდან დავანთებთ უკვე 4 სანთელს. სულ რამოდენიმე დღეში ჩვენთან შობა, ისე მალე გადის დრო, რომ ვერც კი შევამჩნიე. მოკლედ ეს ყვავილებიც არის ულამაზესი, სხვათა შორის ეს თეთრი ვარდები ნიცას დაბადების დღეზე რომ ვიყიდეთ, ეს ის ვარდებია, დღემდე ასე ულამაზესია და ასეთ კარგად იჭერს თავს. როგორც ხედავთ, ორცხობილები, გირჩი ორცხობილები, ეს უკვე მეორედ დავაცხე, უკვე ბავშვებთან ერთად და ასე გამოიყურება ახლა ჩვენი მაგიდის დეკორაციაც. ესეც საჩუქრები, უამრავი საჩუქრები და აქ არის ისეთი საჩუქრებიც, რომლებიც ჩვენ გვაჩუქეს, ხოლო ბავშვებს, რომლებიც აჩუქეს, თავიანთ ოთახში უდევთ თავიანთი ნაძვის ხის ქვეშ. ახლა არის 4:30 და უკვე ნელ-ნელა ბნელდება, ხოლო ჩვენ ვაგრძელებთ დალაგებას. შემდეგ კადრებში გაჩვენებთ, როგორ ვამტვერსასრუტებ ბავშვების ოთახებში. სინამდვილეში არც თუ ისე სიბნელეა, უბრალოდ კამერამ ასე აღიქვა და ასეთი სიბნელე გადმოსცა. კი იყო სიბნელე ბავშვების ოთახებში, მაგრამ არც ისეთი, როგორც კამერაშია. თან ჩემს მტვერსასრუტს თავისი შუქი აქვს, ამიტომ სიბნელეში გამტვერსასრუტებაც არ გამიჭირდა. როგორც ხედავთ, ხელთათმანები მიკეთია, რადგან ტილოს ვრეცხავ ხშირად და არ მინდა რომ ფრჩხილები გამიფუჭდეს, დაკრული მაქვს წებოთი, ამიტომ ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ჩავდო წყალში ხელები, რომ არ
მომძვრეს, მოკლედ ფრჩხილებს ვამოკლებ, რომ ოდნავ გრძელი იყოს ჩემს ფრჩხილთან შედარებით და ასე უფრო დიდხანს ძლებს. კადრებში ალბათ ისმის წყლის ხმა, ახლა ვახმოვანებ მისაღებ ოთახში, სადაც აკვარიუმია და ყოველდღიურად ვფიქრობ თუ რა მოვუხერხო, რომ ამ წყლის ხმამ არ შემაწუხოს, რადგან სიმართლე გითხრათ, თავი ემტკივდა უკვე ამ წყლის ხმით, ვფიქრობ, რომ წყალი დავამატო და ასეთი ჩანჩქერის ეფექტი აღარ ექნება და წყლის ხმაც აღარ ექნება. რა ვიმნახოთ ამ დღეებში, რაიმე უნდა მოვუხერხო. ახლა მოვამზადოთ 2 ცხობილები ერთად, ყოველ წელიწადს ვამზადებთ ბავშვებთან ერთად 2 ცხობილებს და შემდეგ ვჩუქნით ახლობლებს. გერმანიაში ეს ტრადიცია და სხვათა შორის დიდად აფასებენ თუ ვინმემ თავისი გამომცხვარი 2 ცხობილა მოგართვა საჩუქრად, ფასდება ასეთი საჩუქარი. მოკლედ არის უადვილესი რეცეპტი, დარწმუნებული ვარ, ვისაც ბავშვები გყავთ, ძალიან მოგეწონებათ, ყველას აქვს თითქმის სახლში ეს პროდუქტი. მე ავიღე სამმაგი და გასამაგებული პორცია, რადგან მინდა რომ კიდევ სახლუკა გამოვაცხო და მინდა რომ ასევე ბევრი 2 ცხობილები დავაცხო. სახლუკაც სასაჩუქრეთ მინდა რომ ჩემს სამსახურში გავაჩუქო. მოკლედ გეტყვით ახლა რეცეპტს, ამჯერად მე გამოვაცხე მარგარინით და ასევე უგემრიელესი გამოვიდა. მოკლედ 1 კვერცხი, 100 გრამი შაქარი, 100 გრამი კარაქი ან მარგარინი და 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. ასევე 200 გრამი ფქვილიც. სულ ეს არის, ცომი უნდა კარგად მოიზილოს. ფქვილი შეიძლება ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები დაგჭირდეთ, რადგან ფქვილი განსხვავდება და ყველა ქვეყანაში და საერთოდ ყველა ქალაქში სხვადასხვა ფქვილია, ამიტომ ფქვილს დააკვირდით, შეიძლება 200 გრამზე მეტი ან 200 გრამზე ნაკლები დაგჭირდეთ. ახლა მე ავიღე 3 კვერცხი, 300 გრამი კარაქი და 600 გრამი ფქვილი. ზუსტად ეყო, მოვზილე ცომი და ჩავდე მაცივარში 9 საათით. სანამ ჩემი ცომი მაცივარში ისვენებს, იქამდე მივალაგებ სამზარეულოს და ამით დასრულდება ჩემი დღევანდელი სახლის დალაგებაც.
გადავიდეთ ორწყობილების გამოცხობაზე. დავიწყებ ჯერ პირველ რიგში სახლუკის გამოცხობით. ვაბრტყელებთ ხელცომს. სიმართლე გითხრათ, ამჯერად ზედმეტად თხელი გამომივიდა. ცომს ვაბრტყელებთ ფქვილში და სიმართლე გითხრათ, შემდეგ სახლუკები ცოტა დამემტვრა ეს ჩემი გამომცხვარი ფორმები, მაგრამ არა უშავს პრობლემას არ წარმოადგენს გადახილი ფორმები, რადგან შემდეგ მინანქრით ვაწებებ ერთმანეთზე. ახლა ამოვჭერი მხოლოდ ერთი მხარე და რამოდენიმე ნაძვი, რადგან შემდეგ გადახილ ადგილებს ასეთი ნაძვებით ვავსებ და აღარ ეტყობა, რომ გადახილია. ვაწყობ წინასწარ გახურებულ ხუმელში 180 გრადუსზე ზუსტად 7 წუთით. ამასობაში ვაკეთებ შემდეგ ნაწილებსაც. ეს ნაწილები მე თვითონ დავხაზე და ისე ამოვჭერი, შემდეგ ვადებ და ასე ვჭრი. მოკლედ, თუ ვინმეს გაინტერესებთ, შემიძლია რომ ზომები დავტოვო. გადმოვიღე ფორმები გავრეცხე, ყოველთვის წინასწარ ვრეცხავ და შემდეგ ბოლოს ვავლებ ფქვილში, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ ყველა კარგად გაშრა, ამიტომ ზოგიერთ ფორმას კიდევ ფქვილი ეტყობა. ასე ამოვიღე ულამაზესი ფორმები, ამის გარდა კიდევ უამრავი ფორმები გვაქვს საშობაო, მაგრამ ამოვარჩიე ყველაზე ლამაზები და საშუალო ზომის, რადგან არ მინდოდა რომ ძალიან პატარები ან ძალიან დიდები ყოფილიყო. დამრჩა ბოლო ნაწილი, ეს არის დაბლა ძირი სახლუკის, თითქმის ყველა ნაწილი გამოცხვა, აი ასე გამოიყურება ახლა. როგორც ნახეთ, უკვე ცომი გავაბრტყელე, ახლა დავუძახებ ბავშვებს და ერთად დავიწყებთ კიდევ ორწყობილების გამოცხობას. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვებს არც თუ ისე მოუნდებათ, რადგან როგორც უკვე გითხარით, ორჯერ გამოვაცხეთ წელს ერთად ორწყობილები და უკვე მობეზრებული აქვთ მოკლედ ამ ორწყობილების დაწყობა. ხან ერთი მოდიოდა დასახმარებლად, ხან მეორე, მოკლედ როგორც იქნა, გავედით ბოლოში და დავაცხეთ ორწყობილები, გამოვიდა უამრავი, მართლა უამრავი ორწყობილა გამოგვივიდა და ახლა უკვე წავალთ დასაძინებლად, ხოლო ხვალ გავაგრძელებთ გაფორმებას და ასევე სახლუკის აწყობასაც.
ახლა არის მეორე დილა, ვიწყებ აისინგის მომზადებას. აქ მაქვს 2 კვერცხის ცილა, დავუმატე 1 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი და 250 გრამი შაქრის პუდრა. კარგად გავთქვიფე, მანამ სანამ არ გამყარდა და შემდეგ ვიწყებ სახლუკის აწყობას. თეთრი მინანქარი გადავიტანე საკონდიტრო პარკში და ვიწყებთ უკვე აწყობას. ამ მინანქრის მეშვეობით ვაწებებ ერთმანეთზე სახლუკას. როგორც ხედავთ, დილით აღმოვაჩინე უკვე გადახილი ფორმები და ზოგიერთი ფორმაც ხელში ჩამატყდა. ეს არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, ასე ვდებ დაბლა ჯერ, როგორც კადრში ხედავთ, შემდეგ ასე ვაწყობ და ვიხმარიებ ასევე ჭიქებს, რომ დაიჭიროს და არ გადავარდეს სახლის ნაწილები. რაც მთავარია, ეს 4 კედელი, ანუ ეგრეთ წოდებული კარკასი რომ შედგება, შემდეგ უნდა ვაცადოთ ცოტა ხანი, რომ კარგად გაშრეს. გაშრობას სულ რაღაც ნახევარი საათი უნდა და შემდეგ უკვე შეგვიძლია ზემოდან თავსახური დავაფაროთ და დავიწყოთ უკვე გაფორმება. იქამდე სანამ ჩემი სახლუკა გაშრება, მე ცოტა ორცხობილებს მოვხატავ თეთრი მინანქრით, ხოლო შემდეგ დავუმატებ ასევე ფერებსაც და ბავშვებთან ერთად გავაფორმებთ ზოგიერთ ორცხობილას. ესეც ჩემი ორცხობილები, როგორც ხედავთ, გირჩებიც მოვიტანე და მინდა რომ უკვე დავაფასოვო, სასაჩუქრეთ ჩავდო ყუთებში. ესეც ბავშვებთან ერთად მოვხატეთ კადრს მიღმა, შევიძინე კიდევ ერთი ასეთი ულამაზესი ქილა, რომელსაც გავაჩუქებ ორცხობილებით და აქვე მაქვს სხვა ორცხობილების ჩასადებიც და ასევე საშობაო ორცხობილების პარკებიც. ამას გამოვიყენებ ამ სამივეს ჯერჯერობით 3 ადამიანისთვის მაქვს დაგეგმილი დღევანდელი ორცხობილების მოკლედ მომზადება. ვაწყობ საგულდაგულოდ ყველაზე ლამაზ და საუკეთესო ორცხობილებს და შემდეგ ერთად ავაწყობთ უკვე საჩუქრებსაც.
აქ გადმოვალაგე უკვე ნივთები, რომლითაც ვგეგმავ საჩუქრების აწყობას, რა თქმა უნდა, ყველაფერს არ გამოვიყენებ. ახლა ვაწყობ ბოქსს, ეს არის მამაკაცისთვის საჩუქარი, ჩავდე კანის გელი, შამპუნი, სავარცხელი და მოკლედ ასეთი პირადი ჰიგიენის ნივთები. რაც მთავარია, ლამაზად უნდა გაფორმდეს და ასევე ავიღე ლამაზი სასანთლე ჭიქა, ასევე ცისფერი სანთლით და ჩავყარე რაფაელოს კანფეტები. რა თქმა უნდა, უფრო იაფი დაჯდება, ჩვეულებრივი ნაბორი ან ბოქსი რომ შეიძინოთ, მაგრამ საკუთარი ხელით გაკეთებული უფრო ლამაზია ჩემი აზრით და უფრო ძვირადღირებული, მოკლედ უფრო დასაფასებელი, რადგან თქვენი ხელით მოამზადეთ. ახლა ვაკეთებ ჩემი მეზობლისთვის საჩუქარს, ეს დუხი კი არა და სუნამო მაჩუქა ჩემმა პაციენტმა რამოდენიმე თვის უკან, სიმართლე გითხრათ, სუნი არ მომწონს და ეგრევე გავხსენი, ყუთი გადავაგდე. მაინც ვერ გამიგია რატო გადავაგდე ყუთი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ასეთ გამჭირვალე ყუთში ჩამედო, გავაფორმე ლამაზად და მგონია, რომ ჩემს მეზობელს ეს სუნი უფრო მოეწონება, რადგან რაღაც ასეთი ძველებური სუნია, ტრაინოიადი კალოსკოს. არა, მართლა. კი არის მოკლედ ძველებური სუნია და მგონია, რომ ჩემს მეზობელს მოეწონება. აგრეთვე დავდე ტანის გელი, ხელის კრემი და ფეხის კრემი. სახლუკა, როგორც პატარა დეკორაცია, ასევე სანთელი და შევფუთე. ვიყენებ ასეთ ბურბუშელას გასაფორმებლად და გადავიდეთ უკვე შემდეგ საჩუქარზე. დავდე ორცხობილები, ასევე სანთელი, კანფეტები და საშობაო ჭიქა. ჭიქაში ჩავდე სხვადასხვა ჩაი. ასევე შეგიძლიათ უბრალოდ ლამაზი ჭიქა შეიძინოთ, ჩააწყოთ ყავა ან ჩაი, რომელიც უყვარს იმ ადამიანს, ვისთვისაც ამზადებთ და ასევე შეფუთოთ ასე ცელოფნით. მოკლედ შევფუთე რამოდენიმე საჩუქარი, დავდე უკვე ნაძვის ხის ქვეშ და ასე მგონია, რომ ცოტა ხანში ადგილი აღარ იქნება აქ იმდენ საჩუქრებს ვდებ. მოკლედ აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე.